დღეს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჩეხეთის რესპუბლიკის სენატში სიტყვით გამოვიდა. გამოსვლა საქართველოში არსებულ რთულ პოლიტიკურ მდგომარეობას, ქართული ოცნების რეპრესიებს და რუსეთის მხრიდან კავკასიაში გაბატონების მცდელობებს მიეძღვნა. ზურაბიშვილის თქმით, საქართველოს დემოკრატიას არა ტანკებით, არამედ რეპრესიული კანონების მეშვეობით შლიან. მან ევროპას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა და თქვა, რომ თუ საქართველოს ახლა ვერ დაიცავენ, შესაძლოა ხვალ ძალიან განსხვავებულ ევროპაში გაიღვიძონ. Georgian population is ready to resist. საქართველოს მოსახლეობა მზადაა წინააღმდეგობის გასაწევად. საქართველო არაა შემთხვევითი ქვეყანა, ის არის ევროპის მეზობელი. თუ საქართველო ავტორიტარიზმში ჩაეფლობა, ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს ევროპის პოზიციებს ამ რეგიონში და მიაყენებს ზიანს ევროპის რეპუტაციას. თუ ევროკავშირი ვერ დაიცავს იმ ღირებულებებს, რომლის შესაქმნელადაც ათწლეულების განმავლობაში მუშაობდნენ, მაშინ ეს ნიშნავს, რომ ევროპის სტრატეგია მხოლოდ ქაღალდზეა და რეალური ძალა არ აქვს. რასაც 2008 წელს რუსეთმა ტანკებით ვერ მიაღწია, ახლა დაპყრობას ჰიბრიდული ძალებით ცდილობს. ამას არმია არ სჭირდება. სამი კომპონენტია საჭირო: манипуляция არჩევნებში, დეზინფორმაცია, პროპაგანდა და ოლიგარქი, რომელიც მიიტაცებს სისტემებს. თუ ეს ჰიბრიდული მიდგომა გაამართლებს საქართველოში, ამის გადამრავლება შესაძლებელი გახდება სხვა ქვეყნებშიც. ევროპამ ნაბიჯები უნდა გადადგას ახლავე, არა სიტყვებით, არამედ საპასუხო სტრატეგიით. ახალი არჩევნები იქნება უსარგებლო, თუ არ გვექნება ახალი მკაცრი წესები. ამ მიდგომით არჩევნებს არჩევნებამდე აყალბებენ. საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი პროევროპულია. საჭიროა სანქციები მათ წინააღმდეგ, ვინც ხელს უწყობს ძალაუფლების მიტაცებას.